გამარჯობა, მოვედი. ვაიმე. ამას ცოტა ხანში მოგახსენებთ რაც არის. თუ გაიტერ. უიმე ჯემპრი, სვიტრი. ადენანა. ეს რო გითხარით ვიყიდე, წინ მოკლია, უკან სულფარავს სულ ყველაფერს. და ესა. თბილი. არაცივა, მაგრამ ცოტა ცივა კი არა, მე ვარ დაიცა როგორ გითხრათ, სპილო დავამატე, ჩანს თუ არა ჩანს. სპილოც მაგფერშია და იმიტომ შეიძლება არ ჩანს. არა. ნუ როგორც არის იყოს. ხალხო, გამარჯობა, მოვედი. ვარ დანჯღრეული, როგორ გითხრათ, რა უნდა ამას აქვს, კბილები არავის არ უჩიჩქნია, იქით ინოჩენტე იყო გუშინ წინ გაფაფხავებული, გაპაპაჯრებული, როგორ ავთქვა, დამავიწყდა ეგ სიტყვათი და დამცხა ეხლა ამ სვიტაში, ესა, და მე აქ წამოვედი გამბერონებს რო ვარჩევდი და გამბერონი რა არის და კრევეტები. და კრევეტებს უკან რო ისა აქ ნაწლავი რომელიც უნდა მოაცალოთ, კბილის ჩხირით არის ძალიან ადვილი მოძრობა. მოკლედ. თუ როდის მე ადვილი გამახსენდა გაჩვენებთ. ყავა მაქვს, წყალი პაცტავკა მოვიტანე. ეს პაცტავკები ვიყიდე, ცარელა ჭიქის გარეშე ჭიქა მე ჩავადგი, მაგრამ ეს ნოსტალგია მაქვს ეთყობა საქართველოში ახმეტაში მქონდა და ჩაის მივირთმევდით ხოლმე ამით და ეხლა ამ ჭიქით ჩაის ვერ ვენდობი და მოვიტანე წყალი. ყავა, შოკოლადი მოვიტანე, მაგრამ მოგეხსენებათ მე დიდად არ მიყვარს ყავასთან არაფრის მიყოლება, მაგრამ მოვიტანე რა. სანამ დავავიწყდება, დავიღალე ხალხო. საქმით კი არა, დავიღალე ამ სხვისი რეკლამირებით. ჩემი ქმარზე მაქვს საუბარი. ვაიმე, ეხლა პირველ რიგში ნინო იტყო და სიმღერა დაიდო და ნანა გამოჩნდებაო. არ ვაპირებდი მოსვლას, არა ვარ კარგად. 2 დღეა, მაგრამ დღეს საერთოდ სული მიქრება ისე მტკივა. აი, ჭვალი რო გაქვს უკან ბეჭში ჭვალი. სულს მიქრობს. ხო და არამშველის არაფერი წამისვა, იგი პომადა, რა ქვია, მაზი, დავლიე გამაყუჩებელი, მაგრამ ოდნავ კი, მაგრამ დიდად არაფერს არამშველის და ვარ გამწარებული. რა თქმა უნდა, მაინც გავედი მედილას გარეთ და მაინც წავპრაკუნდი აქეთ და იქით და ისა, მაგრამ ფაქტია, რომ გდივარ, ვეგდე, მეძინა მეღვიძა ეგრე რა, თან რო ისა ტელეფონი გაგყურებში გაჭობილი, აი ესე ვიყავი. ჩავთვალოთ რომ ჩაისავსო. არა, ჩაის არ ავსო, მაგრამ ნუ, არა, უხერხულია წყალი ამით არ მომეწონა. ხო და არ ვაპირებდი დადო სიმღერა, მაგრამ არ ვაპირებდი მოსვლას არანაირად. მერე ეხლა უცებ წამომიარეს, ყავა მინდა ვიფიქრე. სახში ვაგდივარ, არ გავდივარ არაფერი და მოდი მეთქი ვიდეოს ჩავწერ და ბარემ მივალ ხო, აი, მოვიტანე, უიმე, ეს საყურისად დამიგდია და იცა ამასაც აქ ჩაუშვე. მოვიტანე, წინ რო ვიყიდე 14 წყვილი საყური და საად გიყრიაო სადაბინავე, ყველაფერი დაბინავებულია იმაში. აქ ზემოთა განყოფილება არის წვრილები, ცოტა წვრილი საყურეები, მერე მოდის მსხვილი საყურეები, სამაჯურები, ცეპები და ქვემოთ კიდე არის უფრო დიდი ყელსაბამები და იგი. ვაიმე დედა, ენაზე მადგია ბროშკებს რა ქვია, გულსაბნევები. ვაიმე. დამავიწყდა. დაიცა მოუყლობო. ცოტა გაგრილდა და დავეშურო. ეხლა სანამ დამავიწყდება და სანამ გადავალ და ჩემებურად გადავერთვები მარჯვნივ მარცხნივ და იქით აქეთ რამეებს არა, მანამდე უნდა ვთქვა ერთი
არ ვიცი ვთქვა თუ არა. როგორი ისა ვარ. მოკლედ, არა, მოვიფიქრებ. ინოჩეტემ სიმღერა დადო, ამას ეხლა ვიტყვი თავშივე, ხო და ფიცა ვარ, მაგიტო არ მოვედი. ეგეც როგორ ვთქვა რა, სიკეთეს გავაკეთებ, მეთქი ვიფიქრე, მაგრამ უფრო მოვედი, იმიტომ რომ მინდოდა და მოვედი. სიმღერა დადო YouTube-ზე, ვინც იცით, ვინც არ იცით, ინოჩენტე ტრიკარიკო და რა ვიცი, თუ გინდათ გადადით და არ ვამბობ რომ დაუკომენტარეთ და არ იქა მოგეწონოთ, არა, უბრალოდ ნახვები მაინც აქონდეს რომ გაუხარდეს, თორე ხო იცით ადამიანს სტიმული ჭირდება, იძახის თავი და დავარებო, ეხლა ერთ სიმღერას ამზადებს რაღაცა ხო, გამახსენდა რაც არის ძველი სიმღერა, მაგრამ იძახის რომ ეს თუ შევძელიო, იქ არის ფალცეტოთი არის სამღერი და ეგ თუ შევძელიო და სრულად გავაკეთეო, მაგას დავდებ და დავხურავ, აღარაფერს აღარ გავაკეთებო, მაგრამ მე არ მინდა რომ თავი დაანებოს, თუნდაც იმიტომ რომ გაერთოს, თუნდაც იმიტომ რომ რაღაცის სტიმული ქონდეს, რაღაცით დაკავებული იყოს ადამიანი. მინდა, კი, ასაკი აქვს. ეხლა იტყვით რაღა დროს მაგისი ეგენი და იგენიაო, მაგრამ არა ხალხო, მასი არ არის. რამე მიზანი, ჰობი დაუძახეთ, საქმიანობა, რავი რაც გინდათ. ეხლა ინოჩენტეს გამომუშავება არა აქვს YouTube-ზე და მაგას ვერ ვიტყვით, რომ თანხის, ფულის და ხელფასის დაინტერესება აქვს, იმიტომ რომ არა აქვს ჩართული არც მონეტიზაცია და არანაირი გამომუშავება არა აქვს, მაგრამ საქმე ის არის, რომ აი ეს თქვენი სიყვარული რომ მოდის, ეს თქვენი მოფერება რომ მოდის და კომენტარი მოვიდა, პირველი კომენტარი როგორც დაიწერა და მოვიდა და Google-ს ათარგმნინა და რა თქმა უნდა Google-ი ცოტა ატაბატა უთარგმნის, მერე მე უთარგმნი ხოლმე და გაუხარდა და აი ესე დამიწერაო, რომ ეს სიხალისეო, თქვენ დაუწერეთ, რომ სიხარულიო თუ როგორ გახარებაო და Google-მა უთარგმნა, რომ რატო ხარ სუასეთი მხიარულიო. ხო და მოკლედ იმის თქმა მინდა, რომ არ მინდა, რომ თავი დაანებოს, თუნდაც ის კვირაში ერთი დღე, ან ორ კვირაში ერთი დღე წავიდეს იქ თავის გარაჟში, სადაც მოწყობილი აქვს ეგ სტუდიო, თუნდაც ყოველ დღე რომ სიმღერებს სამუშავებს სახში და რაღაცებს იმაშოვა ვარჯიშობს, არ მინდა რომ თავი დაანებოს, იმიტომ რომ ცუდია, რაღაცით რო ხარ, რაღაცის არ ვიცი, ინტერესი რო გააქვს, უფრო ადვილია ცხოვრება და მე ამას ვცდილობ და იმიტომ მოვდივარ თქვენთან თხოვნით, რომ არ დაანებოთ ინოჩენტეს თავი, მოკლედ რამდენი ვიქადაგე, მაგრამ მინდა რომ აი განათქვენ არ გესმით და იმიტომ ხსნი ამას. უბრალოდ მინდა რომ ჩემი აზრი გადმოგცეთ, რასაც ვცდილობ. და მე ვცდილობ რომ რაც შეიძლება შენარჩუნდეს რაღაცის ხალისი რა კონდეს თქვენ სულ გეუბნებით რომ აი იპოვეთ რაღაც საქმიანობა რაც მოგწონთ, ისე ირნეთ რაღაცა ხო სულ ვამბობ ამას, იმიტომ რომ ძალიან ძნელია ცხოვრება, ჯერ ისედაც და ახლა კიდე. ვაიმე რა ბედნივრა თავს ავყავას და თქვენ რო იცოდეთ რა ყავას ვსვავ. ყავები მაქვს ხო იცით ძალიან ბევრი. გამოგზავნილები, ნაჩუქრები და ნაირნაირები და ხან რომელს ვსვავ ხოლმე ხარობებს და ეხლა ცოტა იყო, მაგრამ რამდენი ერთი წელია გამოვიძოგე და კიდევ მაქვს ლელას გამოგზავნილი ხსნადი ჩერი. ანუ ხო, ხსნადი, კარგად ვიძახი. პაკეტი თეთრი პაკეტია, ნალექიანი არ არის, ხსნადი არის ჩერი და ძალიან გემრიელი, აი ძალიან მეგემრიელება და ის გავიკეთე ახლა და იმას მივირთმევ. ხო, ეგენი მოგახსენეთ, ეგ ამბავიც მოგახსენეთ, რო ვერა ვარ, თქვენ არ შემოგჩივი ვართ, თქვენ არ გეწუწუნებით, რომ ტკივა და ცუდათა ვარ თქო, არა, ისე ვამბობ, აებში. თქვენთან არა, თქვენ არ შემოგჩივით. ხო და დღეს ეთყობა დილიდანვე მეტყობოდა სახეზე, იმიტომ რომ გავედ, გვიან გავედ, ბაზრობა იყო, არც ბაზრობისკენ არ გამიხედია,
არა მქონდა, ვიფიქრე რომ შევიდე და შევერიო, მერე მეთქი უნდა კილომეტრზე გავიდე და არა მაქვს თავი და რო გავედი გვიან ბარში აჯენდე 007 რა დავაშავ, ცოდვა არ არის ეს კაცი ბეკება. გამარჯობა, ბონასირა. გამარჯობა, ინოჩენდე ბონასერალი. მე უპასუხობ თქვენმა კიდე. აბა ცოდვა არ არის ეხლა რომ აბას წაართვა რაღაცა, რაც უყვარს, არადა ამისი მთელი სიცოცხლის მოწოდება, სიყვარული არის სიმღერა. სცენა, მიკროფონს რო ხედავს, ხო, ეკეტება, აი ქუჩაში რომ ზაფხულში იქ რო ვართ ხოლმე დასასვენებლად და საღამოობით, ეხლა კი იქაც აღარ არის მაინდა-მაინც, მაგრამ ადრე იყო ძალიან ბევრი ყოველ საღამო, ყველა ბარ-რესტორნის წინ რომელიმე ჯგუფი მღეროდა. უხდიდნენ რესტორნის რომ მიიზიდონ ხალხი რა და ისედაც ქალაქის მმართველობაც კარგად იყო ორგანიზებული გართობებთან და ძალიან ბევრი იყო ესე ქუჩაში მიდიხარ და კარაოკეა გეპატიჟები არ ვიღებ. ნუ ეკეტებოდა, იტყოდა არა მე არ ვიღებ, მაგრამ როგორც კი დაინახავდა რომ მიკროფონია, ესევე უნდა ემღერა. და ეხლა იძახის ნანა ვერ წარმოიდგენ როგორ მენატრება და მაკლია სცენაო. მეოთხე წავიდეთ კაცო რესტორანში, მაინც წავიდეთ სადაც კარაოკეა და იმღერე მეთქი. არა, ოიგრე არ მინდაო. ხო და მე რო ვიცი რომ ამ დონეზე უყვარს ეს საქმე, არა, იმიტომ არ მინდა რომ თავი დაანებოს. ხო და ეგრე, მაგიტომ ვეკაჩები და მაგიტომ მოვდივარ თქვენთანაც რომ კონდეს მოსმენები და გული როგორ ვთქვა. იმედი არ აქვს, არივედერჩი. ინოჩენტე ნახვამდის ვერ უნდა ისწავლო, ჰა? კარგად. ნახვამდის ვერ ამბობს და კარგად მაინც ვთქვი. კარგად, ინოჩენტე. Cargate buonasera. Inocente, siete proprio non lo so perché. Siete proprio non è chiaro. ხოდა რაზომობთ ხალხი გადავიყვას ხოლმე ივიდან ლიანდაკიდან აღარ ბახს ხოდა ეს რა მაგაზე ვლაპარაკობდი ალბათ ხოდა მაგიტომ ის სიტყვა დამავიწყდა რა ვთქვა რომ ადამიანს რო სტიმული კონდეს მეთქი ხო აი ეგ უნდა მეთქვა რა სტიმული კიდე ქართულად როგორ იქნება მაგრე იქნება არ მომდის ახლა სიტყვა და მომკალი თუ კიდე ხოდა დილით მე მეტყობოდა რომ ვერ ვიყავი ეთყობა იმიტომ რომ როგორ ჩევედი ბარში ტერეზა მაშინ მემთხნანა რა არის სახეზე გეთყობაო რომ როგორ ახარ მე დღე რა როგორ ვერავსუნთ ქავ მეთქი ისე მაკუკა ისა ხოდა რას ვისა წეღან გადავაწყდი წეღან თუ გუშინ არ მახსოვს რა ვიცი მე რომ სკროლავდი რა და ეწერა რომ რო გავიგეო რომ მიღალატაო მეორე ნახევარზე 72 საათი ნუ 3 დღეო 3 დღე ღამე არ მძინებიაო და კიდე არ ვიცი როდის გამოვალ მდგომარეობიდანო და ადრე ახლა ვინც მეა თავიდანვე მომყვებით ამ თემაზე ჩაწერილი მაქვს მე ვიდეო ღალატი დავაპატიოთ თუ არა და მე კარგი ვიდეო მოუცხე მაშინ რომ ნუ ერთხელ უნდა აპატიო და შანსი ყველას უნდა მიიცე და ასე და რაღაცებს ესეთი რაღაც განეის რომ აი ესე ვფიქრობ რა ესე ჯეროდა და სულ ვამბობ რომ ნუ ახლა ხო გიღალატა და გააჩნია და შეიძლება მოხდეს და ვაი და ვუი და ასე ვფიქრობდი რომ ნუ ერთი შანსი უნდა მიცე ადამიანს საერთოდ აი იტალიელებიც ამბობენ მაგას სულ გირაკუნებენ თავში რომ ერთი შეცდომა ყველას მოსდის ჩვენთანაც ხო ამბობენ და ნუ შანსი უნდა მიცე ხო და 1-2 კვირა მეტი იქნება სიზმარი ვნახე და სიზმარში ვარ ნუ თვალით არ მინახია რომ მიღალატა სიტყვაზე მაგრამ იმ სიზმარში ვიცი რომ მიღალატა
ანუ მიღალატა და თან ამას რო გავიგე მე ეს ვიცი და ეს უსვირცხვილო პირით ეს ჩემი ქმარი ასე სიზმარში ხედავ ამას და იმ წუთში ვიცი რომ მიღალატა და მეუბნება რომ ნუ არაფერი არა საერთოდ უაზრობა იყო და არაფერი არ არის და საერთოდ აი უბრალოდ რაღაცა მოხდა და არაფერი არ არის ხალხო იმ სიზმარში მე არ ვიცი როგორი სიცხადით ვიგრძენი ეგ სიტუაცია აი ისე ვიყავი ცხადად და ნაღდად რომ ვერ აგიწევს არანაირი სიზმარი აი მთელი სიგანით ვიგრძენი და პირველივე გაფიქრება იმ სიზმარში რომ გავიგე რომ ესე იგი ნუ ვიღალატა და ვიღაცასთან და რაღაცასთან და პირველივე გაფიქრება რა არის ჩემი რომ არაფერის არა ის რომ აი ასა და ისა და არაფერი მივდივარ პირველივე გაფიქრება რომ მეთქი გავდივარ მივდივარ მე არც ბარგი ბურგი არაფერზე არ იყო რა იმ სიზმარში აი შეგრძნება იყო ისეთი რომ არ არსებობდა ეს მეუბნება ნუ არა აქ არაფერს აზრი უაზრობა იყო არაფერი არ იყო ეს ხო იცით როგორ ხდება არა და ეს ჩემი შინაგანი ხმა იყო პირველივე რომ ამას მე ვერ ვაპატიებ, ვერ გადავიტან და არ არსებობს. გავიღვიძე რამდენი ხანია ამ თემაზე მინდოდა თქვენთან მოსულიყავი და მომეყოლა ეს ჩემი შეგრძნებები. გავიღვიძე და სრული სიცხადით აი ვიცოდი მაშინ მივხვდი დანამდვილებით რომ ღალატის შემთხვევაში არაფრით არ ვაპატიებდი. და მანამდე სულ ვამბობ არ ვიცი ხა ვის ეხსობება ვის არ ეხსობება არ ვიცი მაგრამ სულ ჩემი აზრი იყო რომ არ ვიცი შეიძლება მეპასუხა არ ვიცი როგორ მოვიქცევი მაგრამ ვფიქრობ რომ ვაპატიებ და ალბათ ვფიქრობ რომ ერთი შანსი უნდა მიცე და 90% დარწმუნებული ვიყავი რომ ერთხელ უნდა აპატიო და მე ეს სიზმარი ისეთი სიცხადით გადავიტანე რომ აი დარწმუნებულმა გავიღვიძე რომ არაფრით არ ვაპატიებ თურმე მე არ ვიცოდი გავიღვიძე და პირველი გაფიქრება იცით რა იყო პირველი აზრი რაც გავიფიქრე ეხლა ვიცი რომ არ ვაპატიებ თქო აი დანამდვილებით გავიგე და ეხლა მე ხო იცით მე ფიქრი მიყვარს ხოლმე და აი რა შემთხვევაში პატიობენ და აი როგორ მაგრამ თუ პატიობენ ალბათ და რჩებიან და რავი ძალიან ბევრია ასეთები ხა თქვენ ხო იცით ყველა საახლობლოში და ყველას ოჯახში და ხდება და ასე და ისე მით უმეტეს ეხლა ადრინდელები ხო იცით უფრო მეტად ოჯახის შენარჩუნება და ეხლა კიდე ადვილად წყვეტავენ მაგრამ მაშინ და დანამდვილებით ვიცი ეხლა რომ არ ვაპატიებ ეხლა იტყვით თქვენ რაღა დროს თქვენი ეგ არის და რა ნუ იტყვით ხალხო მაგას იტალიაში ამასაკის მამაკაცებიც არიან, უფრო დიდებიც არიან, უფრო პატარებიც, ყველაფერი ხდება. ყოველდღე ხო ქმრები ცოლებს აკლავენ, აქ ყოველ კვირაში 2 მაინც, 2-3 კვირაში 2 სტატისტიკა არის, აი საშინელი მაგ მხრივ ქალების მოკოლის ან ყოფილები, ან აქტუალურები და ამას ასაკი არა აქვს ხალხო 80 წლისები ცხოცავენ ცოლებს. შეიძლება წელიწადში 1 ან 2 გამოერიოს, რომ ცოლმა მოკლას თქვა, დანარჩენი სულ არის ფემიციდიო, არის ყოველ მეორე დღეს საშინელი. არ ვიცი ესეც რანაირად არის მოდებული, ხო და იმის თქმა მინდა რომ ასაკი ამას ალბათ არა აქვს, ნუ ხდება ღალატი სულ. ამ შემთხვევაში ხა თქვენ იტყვით რომ ბევრნაირი ღალატია, ასეთია, ისეთია, გავიგე, ყველაფერი ღალატი ყოველთვის ღალატია, არასდროს არ არის მისაღები და არასდროს არ არის საპატიებელი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგრამ აი მე ამ შემთხვევაში ვსაუბრობ ცოლ-ქმარს შორის, როგორ ვთქვა, სექსუალურ ღალატზე.
ხო და თქვენ თუ იტყვით რომ შენი ქმარი ვის რა ჯანდაბად უნდაო და ამ ხელა ასაკიო და ნეტა იცოდეთ თქვენ რამდენსა ბლოკავ მაგის Facebook-ზე ადრე ერთორს მივწერე კიდეც ხო ხედავთ წერია რომ ცოლი ყავს და რატო უგზავნით და რატო წერთ მესიჯებს და მაგრამ აზრი არა აქ ეხლა ბლოკავ და მორჩა განა იმიტომ რომ ჩემი ქმარი ალენდელონია და ვაიმე რა სილამაზე არა კაცო მაგიტო არა უბრალოდ ეს ახალგაზრდა ქალები ნუ ახალ პატარა გოგოები არა მაგრამ უკვე ახალგაზრდა 40 წლამდე ქალები რომლებსაც სიტყვაზე ან შვილი ყავთ მარტო ხელები არიან ეძებენ მამაკაცებს ვინც შეინახავთ მაგათ ხო და რამდენიც გინდა იმდენია რომელიც თევზაობენ რამდენიც გინდა მაგის სტატისტიკაც არის იტალიაში აქ მამაკაცი იყო არის რა ტელევიზორში გამოვიდა და ნუ რო სხვამაც არ გაიმეოროს ჩემი შეცდომაო გაიცნო ინტერნეტით ახალგაზრდა ქალი რომელსაც ორი შვილი ყავდა რუმინელი ის ქალი ჩამოდიოდა ერთი თვე მერე მიდიოდა ერთი ორი თვე ჩამოდიოდა ეს კაცი ამა კაცმა იქ სახლი აუშენა ინახავდა ამ ქალს თავის შვილებით არაკლებდა არაფერს დიდი მდიდარი კაცი არ იყო მარტო ხელა მაგრამ ესა შვეიცარიაში ქონდა ნამუშევარი კარგად ფული ქონდა დაგროვებული ისე რომ ჯამში სადღაც 400,000-მდე დაახარჯა იმ ქალს თვითონ დაჯდა ნოლზე ეხლაც ამუშაობდა რა არ ვიცი მექანიკოსი შეიძლება რაღაცა იყო რა ხო და იმის თქმა მინდა რომ არის შესაძლებელი არის რომ ასაკშიც ვინმე გააგიჟოს ვინმე ქალმა გააბენტერაოს და მოხდეს ესეთი რამე ხა ღმერთმა ყველა საშუალოს მაგრამ სიტყვაზე აქამდე თუ არ ვიცოდი იმ სიზმრის მერე დანამდვილებით ვიცი რომ შანსი არ არის რა თურმე ვერ არა და მანამდე ვფიქრობდი რომ კი ვაპატიებ ნუ არა ვერა და ერთი გოგოა TikTok-ზე გეიმერია თამაშობს ის გოგო ქართველი თბილისში ხო და აი ის ამბობდა ლაივში ქონდა რა ლაივი ქონდა არ თამაშობდა ისე საუბრობდა და ნუ მაყურებელი ყავს და თემა იყო ეს ღალატი ერთი კვირა მეტი ხო და იმდენად რეზონანსი გამოიწვია ამ თემამ რომ 2-3 ლაივი მიაბა ამ თემაზე რა ამ გოგომ და ეს გოგო ამბობს რომ არ არსებობს აი შანსი არ არის არ უნდა არ შეიძლებაო პატიებაო და იმ ქმართან ცხოვრებაო ვინც გიღალატა არაო ზოგი წერდა რომ ჩემსავით რომ ახლა რა მოხდა ერთხელ და გააჩნია ღალატს არა ეს გოგო იძახის არ არსებობს შანსი არ არის არ ვაპატიებ მე ამბობდა მე არ ვაპატიებ ხო და ეხლა მე ვარ მაგ გოგოს აი 100%-იანი მხარდამჭერი იმიტომ რომ იცით თარაშია საქმე თუ აპატიებ ჯერ ერთი რომ შენ თავში მოკლავ ერთ მეს შენ თავის გარკვეულ ნაწილს ასამარებ მეორე ის რომ მაინც არჩება ნალექი აპატიებ მაგრამ არ ივიწყებ აი ინოჩენტეს რაღაც ამბები იყო და ნუ წავიდა და თქვა რომ აი მე ღმერთთან სოქმარზე და ქალებზე არ არის რა თავის ოჯახის წევრებზე იყო ლაპარაკი და მე ვაპატიე და მე ღმერთს ვუთხარი რომ ვაპატიეყო მე ვუთხარი აპატიე კი მეთქი და დაივიწყე მეთქი არაო მე ვუთხარი პატიებ არის ადვილი დავიწყებ არის ძალიან ძნელი თავარი არის რომ მე დაივიწყო და აღარ იხსენო აი ეგ არის ძნელი ხო და იმის თქმა მინდა რომ აი სიტყვაზე იჩხუბე და ქალთან სიტყვაზე ვამბობ მეგობართან ვინმე და ქალი ძმაკაცი რავი ვისთანაც გინდა ოღონდ სერიოზული რა ისე რომ კარგი დაკა და მე გარკვეული ნუ დრო გავიდა და შერიგდები მეზობელთან რავი ვისთანაც გინდა იყოს არა აქვს მნიშვნელობა და მაინც თუნდაც იგივე ურთიერთობა აღდგეს თუნდაც იგივე ის იყოს მაინც არჩება ის ბზარი აი როგორც ხო ვისწავლეთ ჩვენ გატეხილს ხო გაამთელებ მიაკრავ წებოთი მაგრამ ჩანს ეთყობა ის ნაწიბური არ გაქრება ხო და მე ხშირად მიფიქრია ეგ ამბავი რომ
თუ კი უნდა მაინც დარჩეს ის ხინჯი მე რაღაცა მიზეზი რომ მოხდეს და რაღაცა კიდე გეწყინოს არა ან განმეორდეს ისევ რამე ისეთი მომენტი ისე ორმაგად ამოტივტივდება რეციდივზე უკვე ორმაგდება ხო და ამ შემთხვევაში ჩემთვის ვფიქრობ რა აზრი აქვს მაშინ აბა რა აზრი აქვს მაშინ პატიება არა უნდა აპატიო როგორც თუ ხარ მორწმუნე და ღმერთი გწამს და რამე ქრისტიანი ხარ უნდა აპატიო მაგრამ მე არ ვიცი ხლა არავდებ თავს რომ მე არა ვარ ხო იცით თქვენ ეკლესიური მე ვარ და აი მორწმუნე ვარ შემიძლია მოვუკვდე და არ გადავალ ჩემი რწმენიდან მაგრამ რის თქმა მინდა მე ვაპატიო კი ბატონო მე ყველას ვაპატიებ მაგრამ მოვშორდები იმ ადამიანს იმიტომ რომ ყოველთვის ვამბობ აი ეხლა მოდაშია ტოქსიკური ადამიანები განდევნეთ თქვენი ცხოვრებიდან არ არის ადვილი ტოქსიკური ადამიანები ყველა ამოძირკო და განდევნო იმიტომ რომ ისეთ სოციუმში ვცხოვრობთ რომ რა ვიცი მე მგონი ჩვენ თვითონაც ყველა ტოქსიკურები ვართ მე თუ მკითხავ მეტნაკლებად ხო და არ არის ეგრე ადვილი რომ გაყარე შენი ცხოვრებიდან ტოქსიკური შეიძლება შენი ოჯახის წევრია ტოქსიკური და აღარ გაყარე და განდევნი არ გამოვა მაგრამ იმიტომ ვამბობ რომ მაქსიმალურად გაერიდო უნდა ადამიანს აი სიტყვაზე აპატიე შერიგდი ესაკენი და მე მაინც აგაქვს გულში ხინჯად იმიტომ რომ არა მაინც ახლა რომ დავფიქრდეთ არა ვერ გავავლებ პარალელს სოლი ქმრის ღალატსა და სიტყვაზე მეგობარი ამხანაგი კოლეგა ნათესავი და მაგ ღალატს შუა ვერ გავავლებ ვერანაირად ვერ შეადარებ იმიტომ რომ სოლი და ქმარი ესეც რაღაცა ფენომენია ღვთისგან დაწესებული ჩვენ ხო ვიცით ეს ამბავი თორე რანაირად არის რა გრძნობაა წარმოიდგინეთ ეხლა თქვენ რომ ვიღაცა უცხო ადამიანი და მთელი ცხოვრება იმასთან ახარ ხო ეს ხო არის რაღაცა სასწაული და ამას თუ რამე წამოედება და რამე დაანგრევს ესე იგი არ უნდა იყო იმ ადამიანთან ალბათ კიდევ ვიტოვებ ნაბიჯს უკან დასახეს მაგრამ არა მე ჩემდა თავად ძალიან დარწმუნებით ვიცი მე როგორ მოვიქცეოდი აი ძალიან კარგად ვიცი ახლა მანამდე არ ვიცოდი მანამდე ვფიქრობდი რომ არა ერთხელ უნდა აპატიო იმიტომ რომ გააჩნია ერთი შეცდომა უნდა აპატიო და მე ამაზე კარგი დიდი ვიდეო მაქვს მოწყობილი და საერთოდ გადავიფიქრე აი საერთოდ აბაბაბაბაბაბა არა აღებს არა აღებს კი არა აზრი არა აქვს კი არა და მე ისეთი რამე ვიგრძენი იმ სიზმარში აი იმდენად ვიგრძენი რომ აი დამთავრდა აი უცებ რო იგრძნობ რომ დამთავრდა რაღაცა ცხადად კაფიოთ ისე კი არა რომ აი ვაიმე ხლა რა ვქნა როგორ არა არაფერი არ იყო არაფერი გაურკვევლობა არ იყო ჩემთვის არაფერი აი იმედად იყო გარკვეული ყველაფერი არაფერი არ მედარდებოდა მორჩა ვიცოდი რომ მარტო მორჩა აი ხლა შეიძლება დავიწყოთ ეგ თემა გავშალოთ რომ თუ გიყვარს და თუ გიყვარს ორმაგად მტკივნეულია მე ვიცნობ ერთ გოგოს რომელსაც ქმარმა უღალატა დაქალთან უახლოეს დაქალთან და რო გავიგეო როგორ ვეგდე მიწაზეო და ფრჩხილებით როგორ ავპორჭყნიდი მიწას არ ვიცი გოზე რომ მოვედი მაშინ მივხვდიო წარმოიდგინეთ ახლა გაშორდა რა თქმა უნდა გაშორდა აბარანაირად როგორა ხო და ეგრე მოკლედ არაფერი ეგ უბრალოდ ჩემ თავზე მინდოდა ჩემი ვინმე შეხვდა გაუსია რომ ვის ველაპარაკე ხა ინოჩენტეს რო ეგენი დაუწყო შემიძლია ინოჩენტესთან ყველა თემაზე საუბარი არ არის პრობლემა მაგრამ არის რაღაცები რაც არ მინდა რომ უთხრა სიტყვაზე და რაზეც არ მინდა რომ ვისაუბრო ხო და ვფიქრობდი რომ უნდა ვიდეო უნდა ჩავწერო და უნდა უთხრა მეთქი ამ ჩემ ადამიანებს ვისთანაც ჩემი აზრი ნათქვამი მქონდა რომ უნდა აპატიო
იმიტომ რომ მაშინ მე მგონი კომენტარს აუპასუხობდი ერთმა გოგომ დაწერა თავიდან იყო ხოლმე კომენტარები თან ერთი კომენტარი ისეთი კარგად მახსოვს რომ რა ვქნაო რას მირჩევთო რომ ქმარიო სახლიდან არ მიშვებსო მუშაობას მიკრძალავსო სულო მაკნინებსო სულო მზღუდავსო ყველაფერშიო და რა გავაკეთო და აი რა უნდა ურჩიო ახალგაზრდა გოგო იყო არ ვიცი შვილები ყავდათ თუ არა არ ვიცი არაფერი საქართველოში ხომოდაშია რომ აი შვილები აი იცით რაზე მეცინება ხოლმე ინოჩენტე ცოლს გაშორდა ერთად იცხოვრეს მოკლედ 23 წელი მგონი ფაქტია რომ დიდები ყავდა რა შვილები გოგო უკვე დიდი იყო 23 წლისა ხო 23 23-24 მოკლედ დიდი ხნის მერე 24 წლის მერე გაშორდა ხო და რომ იტყვის ხოლმე რომ მეო კი ვიცოდი რომ უნდა გავცილებულიყავიო ჩემ ცოლსო მაგრამ შვილების გამო არ ავცილდებოდი ჩვენთან რომ ქალები იტყვიან ხოლმე ქალები რომ ისა აი შვილების გამო ოჯახი შევინარჩუნე და ქმარს ყველაფერს ავპატიოდი რომ შვილების გამო ხო და ინოჩენტე იძახის ხოლმე მაგ სიტყვას რომ შვილების გამო არ დავცილდიოდა მე რაღაცნაირად ამ ამბავს ესე უყურები სკეპტიკურად და მე მითხრა ნანა განა იმიტომ რომ კი სულ მიუხედავდიო მატერიალური მხრივ ეგ ჯერის რო სახელმწიფო გავალდებულებს და მაღაზია არ არის ყოველ თვე 800 ევროს უხდი და ჯერ ლირებზე და მე იმაზე სანამ სრულწლოვანებიც რო იყვნენ სანამ არ გათხოვდა გოგო და სანამ არ დაქორწინდნენ მანამდე უხდიდა დიდი 28 წელს აიყო გონი ამის გოგო რო გათხოვდა და მანამდე უხდიდა ალიმენტებს ხო და მე იმას ფიქრობდიო რომ პატარები არ დამეტოვებინაო რომ სხვა მამაკაც რომ მიიყვანდაო ჩემ ცოლიო სახშიო ხო გაიჩენდა აუცილებლად მეგობარს თუ ქმარს თუ რაც იქნებოდა რა მშვილობა ხო სხვა კაცი არ დადგომოდა ჩემ შვილებს თავზეო მაგიტომ ველოდებოდიო და მაგიტომ იმაშვებოდიო რომ გამეზარდაო შვილებიო მაგრამ აი ეგეც უყურე ახლა შენ თავსაც წირავ შენ ცხოვრებას წირავ იმ შენ ცოლსაც როგორ გითხრათ არ ვიცი რა ჯობდა რომ ვერ გაიგებ რა ჯობდა ზოგჯერ იფიქრებ რომ ჯობდა რომ თავიდანვე მალევე გაცილებულიყავი და მე აკეწყო შენი ცხოვრება სხვასთან და ასე და რავი ბევრი ვარიანტია ხო ვერ მოჭრი და ერთ რეცეპტს ვერ იტყვი რომ ვინ როგორ უნდა მოიქცეს არ არსებობს ეგეთი რეცეპტი რომ ეგრე უნდა ქნა ისე უნდა ქნა ყველას თავისი აზრი აქვს და ყველა თავისებურად გააკეთებს მაგრამ აი ეხლა მე რო არ ვიცოდი რას ვიზავდი ეხლა დანამდვილებით ვიცი ხო და რო გავუღვიძე სიზმარი და რამე არ მომიყოლია ჩემი ქმრისთვის არაფერი მაგრამ გავაფრთხილე უთხარი რომ იცოდე მეთქი იცოდე 20 საათმე გაიხედო შანსი არ არის არც კი გაგაფრთხილებ მეთქი ქიჟივით მეყურებდა გონთქვა რა ეტაკაო ხო და ეგრე ასე რომ ეგ არის ფიქრობთ რომ რაღა დროს თქვენი ეგ არის და ის არის აქ ხალხო ყველა ასაკში ეძებენ შეიძლება არა არ არის ეგ უმართებულო ანუ ის რომ შენი მეწყვილე გინდოდეს შენ კომპანია არ არის აქ აუცილებლად ლაპარაკი იმაზე რომ არიქა საწოლი და სექსუალური ცხოვრება და ჰაიდახო არა ხალხო ეგ ახალგაზრდო ახალგაზრდად და მერეც ვისაც უნდა კი ბატონო ეგეც ცხოვრების ნაწილია არ ვამბობ მაგას მაგრამ მაგის იქით იმდენი რამე არის წვილის ურთიერთობაში რომ რამედენიც გინდა სექსი განა რამდენი ხანი გრძელდება 24 საათი ხარ ადამიანთან თუ მარტო სექსი უნდა გაკავშირებდეს აბა არ გამოვა ეგ არაფერი ხო მე და ინოჩენტეს ეხლა რომ მეგობრები ვართ და აესე მხარში ვდგევართ ერთმანეთის მოვლელები ვართ ეხლა იტყვით რომ ისევ ასაკი გაქვთო და აბა სხვა რა გაქვთ დარჩენილიო რომ სხვა არ არის მასე ხალხებო
ახალგაზრდებიც ესე უნდა იყვნენ, არა მარტო ის, რომ ფიზიკური ლტოლვა ქონდეს ადამიანთან და მე დღისით კიდე დღისით არის თუ ღამით როცა გინდა იყოს სიტყვაზე არაფერი არ გაკავშირებდეს და არაფერი საერთო არ გქონდეს. ცუდია ეგ, ცუდი. განა არა ხდება და განა არიქა და ყველა ისეთი არ არის, მაგრამ ცუდია, ძნელია მასე ცხოვრება. ამიტომ აი კარგად არის ვინა თქვა და სადამ აქ წაკითხული მე ხო რაღაცები მაქვს და თავში დაგროვილი და საიდან აღარ მახსოვს სიყვარულიო ცეცხლიო და ძალიან მოფრთხილება უნდა რომ არ ჩაქრესო და იქიდან უნდა მოეფარო მოუდგეო და ამოეფარო საიდანაც ნიავი დაუბერავსო რომ არ ჩაგიქროსო ანუ თუ საიდანმე რაიმე საშიშროება თუ საიდანმე პრობლემები მოდის იქიდან უნდა მიუდგე და დაუდგეო თუ ჩაქრობას დაიწყებს უნდა რამეთი შეუჩიჩხინო დაუმატო რამე ააგიზგიზო ეს რა თქმა უნდა გადატანითი მნიშვნელობით იგულისხმება ის რომ თუ სიყვარული ფერიაო და ხუნდებაო თუ გახუნდა მაგას ვერაფერს ვეღარ უზავ მაგრამ არა ხუნდება არა ქრება უბრალოდ ყოველდღიურობაში რომ გადადის მაგ დროს უნდა მაგიტო ვამბობ ხოლმე უნდა ცოლ-ქმარმა უნდა მოიწყოს გავიდნენ ერთი დღე და გაისეირნონ ერთად თუნდაც გავიდნენ ყავადალიონ ერთად თუნდაც ივახშმონ განა იმიტომ რომ სახში ვერ ივახშმებ გემრიელად და რაღაცა უბრალოდ ეგ ყველაფერი წყვილის ურთიერთობას ფერებს აძლევს ანუ ახალისებს და ამყარებს და იმ ცეცხლს არ აძლევს ჩაქრობის საშუალებას აი ეგ არის და ის რომ სიყვარული გვიყვარს ერთმანეთი და არაფერი აღარ უნდა ხელი არ უნდა მივახმაროთ მაგ სიყვარულს და უნდა იყოს მუდმივად არ არსებობს ესე თუ ერთმანეთს არ ყოველთვის არ მოეფერეთ თუ ერთმანეთი არ გაამხნევეთ თუ ერთმანეთს გულისნადები ან რაღაცა საქციელები არ გაუზიარეთ და არ მოუწონეთ და არ აგრძნობინი ადამიანს რომ აქა ვარ მე შენთვის ვარ არ არის სიყვარული თავის თავადად რომ იყოს და შენ არ ჩუნდეს ეგრე ვერა არა და ჩვენ არაფერი არ გავაკეთოთ ამ სიყვარულისთვის მასე არ იქნება არა დამიჯერეთ მე ასე ვფიქრობ ასე მჯერა და ჩემ პრაქტიკაში კიდე ასეა იმიტომ რომ აი რატო არის ხოლმე რომ გავდივართ 2-3 დღე თუნდაც 1 დღე აი უკვე რომ რაღაცნაირად ჩამდგრადება წყალი რომ დგაა და ცოტა უნდა აჯანჯღარო აი ესეთი ვარიანტია ხო 1 დღე რა თქმა უნდა უფრო დაღლილი შემოდიხარ მაგრამ საბაგეროდ გადახალი Windows გადაყენება ხო იცით თქვენ ხო და ეგ არის ეგ ვარიანტია რაღაცნაირად გადახალისება ჭირდება ხანდახან დრო და დრო აი კარგად იყო ისა ცუდად ხართო აი დაღლილები ხართ სკოჩატი როგორ არის გეუფლებათ ეს მელანქონია როგორ არის ხო მელანქონი ესეთი მდგომარეობა ნევროზი გადით სახლის კედლებიდან გადით გარეთ გადით არ არის ეს რომ აი ვინიც ის საწახვიდე და სასვენებლად ვისაც რის საშუალება აქვს სულ ვამბობ აი მამა ჩემი რა ჭკვიანი კაცი იყო მამა ჩემი ყოველ კვირა ტყეში დავდიოდით ჩვენთან ახმეტაში ახლოა ტყე ყოველ კვირა ავიკიდებდით სამწვადეს ბატონო რავი რაც სიყვარიყო სანამ არაც სივდებოდა ზაფხული შემოდგომა გაზაფხული კურტკებითაც ტყეში დავდიოდით თავარი არ ეწვიმა ხან გაგვიწვიმდებოდა კიდეც არ არის ეგეც პრობლემა რამდენჯერ დავსველებული ვარ და ტყეში გავდიოდით კვირაში ერთხელ ხოლმე მამაჩემს გავყავდით დასასვენებლად დავყავდით ზღვაზე დავდიოდით ქობულეთში დავდიოდით ხოლმე დასასვენებლად მაშინ 24 დღე ეს 24 დღე რატო დავდიოდით არ ვიცი 24 25 დღე 20 დღე 24 დღე შვებულება ალბათ ეგრე ქონდა არ ვიცი და ესა რა ქვია მაგას თბილისში კარუსელებზე დავყავდით ხოლმე ბალღები ჩვენ მე და ჩემი აი ესეთი კაცი იყო მამა ჩემი აი არა ქონდა მამა ჩემს არა ქონდა დიდი ისა
აი ფულის მოგროვება, ცხოვრება, ქონება კორპუსში ცხოვრობდით. აი ეს ის არა, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგად შეეძლო, ეკონომიით ეძღორა, ფული არ დაეხარჯა და რესტორანში მუშაობდა და მოეგროვებინა, მაგრამ არა, მამაჩემს არ ჰქონია არც სალაროს წიგნაკი მე მგონი, არც ფული არასდროს იღებდა ხარჯავდა. ოღონდ თავისი ისინი ქონდა რა, რომ ჩვენც არაფერი არ უნდა მოკლებოდა. იმ პერიოდისთვის და იმ დროისთვის ვამბობ. თორე ეხანდელი ბავშვები რა ვიცი მე, ეხლა სხვა დროა და სხვა ღირებულებები აქვს და სხვა გართობები. მე რომ ვაიმე როგორ მახსოვს ესენდუქში ვიყავით, ხო, მე ესენდუქში პიატიგორსკშიც დავდიოდით ხოლმე, იმიტომ რომ მე ზღვაზე აღარ დავდიოდით, თირკმელების ტკიოდა დედაჩემს და მამაჩემს და მე წყლებზე დავდიოდით. ხო და ესენდუქში ვიყავით და სად წავედით? რა, რომელიღაცა ქალაქში, გვერდზე ახლო ქალაქში წავედით და იქ იყო დიდი უნივერსამი, მაშინ ერქვა დიდ მაღაზიებს. ეხლა რო სავაჭრო ცენტრებია, მაშინ იყო უნივერსამი. ხო და იქ იყო დიდი რიგი და მიყიდეს ბასანოჩკები, დაბალი ქუსლი ქონდა და მრგვალი ქუსლი ქონდა. ესეთი მრგვალი მაშინ წარმოუდგენელი ყველას ოთხკუთხედი ქუსლი ქონდა. ხო და 6 მანეთი ღირდა, დედა რა დამავიწყებს 6 მანეთი ღირდა. ეს არის აგვისტო. ან ივლისის ბოლო აგვისტო, ეგეთი. ივლისის ბოლო, იმიტომ რომ ჩემი დაბადების 30 ივლისი ჩამადანზე ვიდღეობეთ, ჩამადანზე ჯერ ბინა არ აქვს. ეგ ვარიანტია რა. ივლისის ბოლო აგვისტო. არ ჩამაცვის რა თქმა უნდა ეს ბასანოჩკი როგორ მინდა რომ ჩავიცვა და არ ჩამაცვის. დედაჩემი პრაქტიკული ქალი იყო და 1 სექტემბრისთვის ფეხსაცმელები გვაქვს 6 მანეთი. ვაიმე 1 სექტემბერს ხო ჩავიცვი და ჩემზე ბლატნოი და ბედნიერი გოგბალღი არ დადიოდა სკოლაში, რომ რგვალი ქუსლები და ვამბობდი და თუ ყველა ხედავს, რომ რგვალი ქუსლი აქვს ჩემ ბასანოჩკებს მეთქი. ვაიმე დედა რა იყო ხალხო? მაგარი რამე იყო რა ცხოვრება, ბაღნობა. ხო და ეგრე, საიდან დავიწყებ ხოლმე სად გავალ თქვენ ხო იცით არა უშავი. თავარია ისა პლავნად გადავიდეთ ხოლმე ისა რა ქვია, ერთი თემიდან მეორეს. ხო, ეხლა ეს ჩემი სამკაულები რომ მოვიტან, ბარემამდე სავრაქრაკებ და რაყრაყებ ნეტა რამდენი ხანია რაც ავსაუბრობ, ნახოთ. არ დედარად რო გასულა, არც ფორმაში არ ვიყავი ხალხო, არ პავანდა კი გადავისვი იმასავით. კიდე ვინც გვიან მომესწრება და გადაახოს და არ უყურებს ინოჩენტეს სიმღერას მოусმინეთ ჩემი უდიდესი თხოვნა. ეხლა აქ ხალხო, ეხლა გაჩვენებთ რაც ბოლოს მოვიდა. ეს საყურე ხომ ეკეთა თურმეს ძრება ბურთულები. ეხლა უნდა ავდგე, რაიცა ჯერ გადმოვალაგებ და რო გაჩვენოთ და მერე. მაიცა ესეც ეხლა მოვიდა. ხო, სამაჯური, ერთი სამაჯური მაშინ ხო მაჩუქეს, ხო გითხარით და ეხლა მეორე შემიძენია, მიყიდია მე თვითონ, ეგეც მაგასაც გაჩვენებთ და ეს ცეპიც ეხლა მოვიდა. ეს ცეპი ადრინდელია წინამოსვლა არის, იცით მეკეთა. სხვა რომელია ახალი? არ ვიცი. ჩემი დედამთილის სეულას ბეჭედი გაჩვენოთ. არც ვიცი ოქროა თუ არა, თუ ძველი ოქროა, დიდათ არის, აი ეს არის. აი შუათითზე რომ მიკეთი, ეს არის ჩემი დედამთილა სეული. ხანდახან ვიკეთებ ხოლმე. ეხლა გაჩვენოთ რა იყო. მაიცა, ხო. ეს ეხლა შევიძინე. თავის ადგილზე. აი ეს ეხლა შევიძინე და ნეტა იცოდეთ ძალიან სადაა, მაგრამ ძალიან მომწონს. ჩხილებ დავმალოთ. ესა. ბეჭდებს გავიკეთებ და გაჩვენებთ ისე. აი ეს ორი ბეჭედი.
ეს სულ გარშემო სუთულებია. აღარ ვიყიდი მეთქი ასეს და მაინც ეს წვრილი ბეჭი, ვაიმე სუდათ ვაკეთებ თითებს. ეს ბეჭდები. კიდე რამე ბეჭედი. ხო, ეს ხო გაჩვენეთ ეს რომ მოვიდა და ის ბორდო. ეს სამაჯური ასეთი მოვიდა ეხლა დავაბინაოთ და ეს ძალიან მომწონს, ძალიან მინდოდა. აი ესა და ეს სხვანაირი ნაკსოვია, სხვაობა, ვაიმე, გაჩერდი. და ეს ოქროსფერი, ის მეორე ცეპი იტალიური ოქროსფერია და ეს ჩვეულებრივი ყვითელი ოქროსფერია. ეს ყველაფერი არის ფერის დაცვით, ბატონო, გარანტიით, ესენი ხო იცით, ეს საყურე ბახჩები ხო იცით, გულს ვიკლავ რა ჩემთვის. ხო, რამდენი წყვილია არ ვიცი. ვერ დავთვლი, რამდენი საყურე მაქვს და რამდენი რა არ ვიცი. მაგრამ ძალიან მიხარია და ხო, ეხლა ესენი გავიკეთე, იმიტომ რომ ვარდისფერია. ერთი რგოლი ვარდისფერია, მეორე ოქროსფერია და აი ამ ვარდისფერების გამო დავამთხვიე. ხო და ეხლა გითხრათ როგორ ეფარება? ასე. ეს ორგანიზერი ძალიან მოსახერხებელია. მრავალნაირი მქონია. მაქვს ხისაც მაქვს ესეთი, მაგრამ ამისი ზომები არის გადასარევი, აი ის თვითონ ისა ჩასადებებისა რა, ძალიან მოსახერხებელია და კიდე ცოტა დიდები არის ასეთი და ერთი ისეთიც უნდა ვიყიდო. ხო და ხალხო, ამ სამკაულებს TikTok-ზე არის, არ მითხრათ არავინ ლინკი ჩაგვიგდეო, ესაო ვერ ვიცი, ვერაფერი ლინკს ვერ ჩაგიგდე. საკმარისია TikTok-ზე ძებნაში ჩაწერეთ ნანიკოს სამკაულები. ძალიან ბევრი არის სხვა. ძალიან შეიძლება იაფათაც უფრო ნაკლებ ფასათაც იპოვოთ, რომ არიან ბევრი არ ვიცი, ბევრი ამ ოქროსფერ სამკაულებს რა, ოქროსფერს ვერცხლისფერს ამათ სადაც მოვყიდულობ, ყველაფერი აქვს. საფულეები, შარფები, კოლგები, ყველანაირი სამკაული, სათვალეები, საათები, ის საათიც, ეხლა საათი უნდა ვიყიდო. ამ წელში ჩემ თავს პირობა მივეცი, რომ ნოემბერი და დეკემბერი არაფერს აღარ ვიყიდი. არა იმიტომ, რომ თანხა და ფული ვაიმე, არა, მაგიტო არა ხალხო. ეხლა ეს მეორე ოპერაცია გვაქვს თვალისა წინ. მერე ეს დღესასწაულები მოდის. ერთი თვე კიდე, ნუ რა ვიცი, ეხლა 1-2 კვირა 18-ში ხო აქ ოპერაცია, 19-ში გადაგვიტანეს, დაგვირეკეს. ყველაფერი ატაბატა გვაქვს რა, ხო და მაგიტო ჩემ თავს მივეცი პირობა, რომ ჯერ აღარაფერს აღარ გამოვიწერ, თუ სახში მოტანით არ იქნა რამე რა, ისე რომ წავიდე ბარში, არ გამოვიწერ მეთქი, იმიტომ რომ არ მინდა აი ნერვიულობა, წაყვანა, მოყვანა, ესა და მერე კიდე დეკემბერში თუ წავალთ, როგორ იქნება რა, თუ კარგად იქნება და ყველაფერი კარგად არის თვალებზე, წავალთ იქა. აბრუცოში, ალბა ადრიატიკაში, სადაც დავდივართ ხოლმე. ხო და ისა არ ვიცი რამდენი ხნით წავალთ. ვიძახით, რომ შობა ახალი წელი იქ გავატაროთ, მაგრამ ეს ჩემი არეტიანებული ქმარი, სიყვარულით ვიძახი ხალხო, თქვენ არ გეგონოთ, რომ შეურაცხყოფას ვაყენებდე, არა, ვეფერები მას. ეს ჩემი არეტიანებული კერა და ისა აბდაუბდა ქმარი იძახის, რომ არ ვიციო ნანა, მე იქნება და ისე კარგად მოგვეწონოსო და კარგად ვიგრძნოთ თავიო, სიწყლარეში უგულისხმოთ. ჩვენ გვინდა რომ გავერიდოთ აქე და ძალიან ხმაურიან ადგილას ვცხოვრობთ. ხო და იქნება ისე მოგწონსო, რომ ერთი თვეც დავრჩეთო.
გაივარაუდეო, რომ ისე უნდა წავიდეთ, რომ შეიძლება ვიფიქროთ, რამდენი ხნით წავალთ, არ ვიცი, ერთი კვირა, 10 დღე ალბათ აუცილებლად, მაგრამ რამდენი ხნით წავალთ, არ და მაგიტომ ამბობ, რომ ჩემ თავს პირობა მივეცი, რომ იანვრამდე მე არაფერს აღარ შევუკვეთავ. შეუძლიათ, რომ გადამიდონ და არ გამომიგზავნონ, თუ რამე ისე მომეწონა და ისა, ვეტყვი და გადამიდებენ. გავაგზავნი თანხაც რო არ გავაგზავნო უკვე ისე ვართ მაგათთან რომ არ არის პრობლემა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რომ გადაურიცხო და უთხრა რომ შემინახეთ და მე არ არის პრობლემა, შემინახავენ და როცა მინდა მაშინ გამომიგზავნიან და საათი მინდა ეხლა საათი მე ხო ისა მაქვს გაუმარცხრობა საათები უნდა ვიცვალო და საათები აი ალბათ რა არ მიყვარს აბა სამაჯურებს აი რამდენი მაქვს თქვენ ხო იცით ორი ოქროსიც მაქვს ვერ არა მაქვს გეზი რა აი თუ გამოსაპრანჭში არ მივდივარ ანუ სადაც უნდა სიტყვაზე ან საღამოთი ან სადმე დაგვაკვირდეს ან რესტორანში ან სასეირნოდ საღამოთი აი თუ გამოვიპრანჭე მაშინ კი სამაჯურები აუცილებლად მიყვარს და მომწონს და ვიკეთებ მაგრამ როგორც აი ყოველდღიურად შემიძლია ავისხა ბეჭდები საყურეები ყოველდღე ვიცვალო და აი ეგ სიამოვნებს სამაჯურებზე ეგრე არა ვარ ის რომ მუდმივად მეკეთოს რამე შანსი არ არის რომ შემოვდივარ სახლში და რაღაცას კეთებას ვიწყებ ვიხსნი და მარტო ვიტოვებ კალიცოს და ერთ ბეჭედს რომელიც დედაჩემის ნაჩქარი ხო და დარჩენი ვიხსნი არ შემიძლია მე ვერაფრით აი ესეთი მაჯე ჩამოწეული მაჯებითაც მე ვერ ვისაქმებ მე არ მესმის ადამიანი აი თუ არა ვიციე და გინდა ყინავდეს მე არ შემიძლია ვერ საქმეს ვერ გავაკეთებ ხო და ეხა მინდა საათი კიდე რა თვინდა არ ვიცი ხა რო თქვათ და საათები მაქვს განა არა მაქვს მაგრამ ადამიანებს აქვთ და კიდე ყიდულობენ და ეგ აფსუს რას ეს სადგამი რა პონტი აიცით ვერცხლი არ არის, მაგრამ ვერცხლის ქაღალდი აქვს გადაკრული. აი ვერცხლის წყალში კი არ არის ჩაყოფილი, ვერცხლის, იმიტომ რომ ბევრი რამე მქონია ეგეთი მერე რო აქერცვლას დაიწყებს და ავქერცლი და ისა და ესეც ეგ ვარიანტია რა. აქ იყიდება ხოლმე ესენი როგორც ბომბონიერები, ბომბონიერს რა ქვია, საჩუქრებს რო არიგებენ ქორწილებში და ეგეთ. ხო და ეს სადგამი მაქვს 3 მეტი არ იყო. იცით სად რაზე ვიყიდე ძველმანები რო უყრიათ ხოლმე აი ძველმანები რაღაცეები სახლიდან გამოტანი ძველებური ჭურჭელი და რაღაცეები იქ ვიყიდე რაც მინდოდა არაფრით არ მინდოდა მაგრამ მინდოდა ხო და ვიყიდე არა ამას უნდა ჭიქა ოღონდ აი აქ რაში იყენებენ აქ ხო ჩაის არასვავენ ამას უნდა დაბალი ჭიქა მაგრამ რა უნდა დალიონ ამით ჩაი იმიტომ რომ ნებისმიერი ალკოჰოლის სასმელი ეს არ არის ყურით არ ისმევა როგორ თქვა ქართულად ხო და ასე ჩემო კარგებო კარგად გეჭორავეთ მე გავერთე პირადად ცოტა მოხალისდი ყავა მივირთვი რაც მინდოდა იმაზე გეჭორავეთ მოვიქავე ენა და გული ეხლა დღეს იქ დიდ სუპერმარკეტში ვიყავი წასული იმიტომ რომ ამ ჩემ გარშემო რა თმის ლაქსაც მე ვხმარობ ტაფტიო თუ რა ფირმაა ტესტანერა არ არის გაწყდა არსად აღარ შოვება არც ერთ მაღაზიაში აქა და იქ გადავედი და 2 ცალიღა იყო იქაც ერთ თავსახური არ აქონდა რა ვის ან დაეკარგა ვინ მოაგლიჯა და რა მოაგლიჯეს არის ხო და ძალიან კარგი აი იმდენი თმის ლაქები მაქვს მე გამოცვლილი და იმდენი მთელი ცხოვრება მე მაგეები თავარ ხო და ძალიან კარგია ეგა ხო და წავედი რო წავედი ბარემ რაღაცეებიც ავიკრიფე და ავიყოლიე და დავინახე კაკალი და სამტრევი კაკალი ვიყიდე გენაცვალე ეხლა დავჯდები და დავლეწავ დავამტრევ აქაურ კაკალს ჩაქუჩი არ უნდა აი თხილის სამტრევით იტეხება და უნდა გავაკეთო ნიგზიანი ბადრიჯანი ალბათ
ტყუილს არ ვიტყვი და რაც დედაჩემი აღარ არის, მე არ გამიკეთებია ნიგუზიანი ბადრიჯანი და არც მანამდე არ ვაკეთებ, დედაჩემი აკეთებდა ხოლმე და მაძლე, მატანდა აქ ბარში რომ მუშაობდა, დედაჩემი კვირაში ერთხელ ან ორჯერ გავდიოდი ჩემ ხარს მივყავდი ხოლმე დედაჩემის სანახავად. ხო და გამოუსვლელი იყო დედაჩემი არ გამოდიოდა და ჩვენ მივდიოდით ხოლმე რა. ხო და დედაჩემი ხა მე რამე მეკლდა საჭმელი არა, მაგრამ გააკეთებდა ნიგზიანი ბადრიჯანი, მწვანე ლობიო, სოკო, ჩვენებურ დღეს გავაგმავჭამე სოკო, ჩვენებურად გავაკეთეთ ტარხუნით, ნინოს გამოგზავნილი ტარხუნით, ტარხუნით, ქინძით, ნინოს გამოგზავნილი ქინძით, ახალი ქინძი არა მქონდა. და ისა კვერცხიც ჩავახალე, საქართველოში აღარ უკეთებდით ხოლმე კვერცხს ბოლოს, მაგრამ ეგრე მომინდა დღეს. კარგად წიწაკა მივცხე და ქართულად შეკმაზული სოკო მივირთვი. ხო და დედაჩემი მატანდა ხოლმე რაღაც პატარა პეჩენიერს გამოაცხობდა, სომხურ კადებს გამოაცხობდა, რაღაცებს ყოველთვის საჭმელს მატანდა. და ჩემი ქმარი მე რაც გინდა გავაკეთო და გამეკეთებინა მანამდე. ეხლა აღარ თავაზობ, მაგრამ ადრე ქართული რამეებს რო ვაკეთებდი, არაფერი არ ჭამდა. არა ნუ გასინჯოს არა. დედაჩემის გამოტანებულს მწვანე ლობიო იყო, სოკო იყო, ჩაშუშული, რა ვიცი, ნები ბადრიჯანი, ნიგუზიანი, ნებისმიერი რამე დედაჩემის გაკეთებულს ყველაფერს ისე მიირთმევდა, რომ თუ არ ვიყოჩაღებდი, ეგრე დავრჩებოდი ცარელი. ხო და ხელი ქონდა დედაჩემს ისეთი დედაჩემის ჯიშმოდგმას საერთოდ, რომ რა გითხრათ. ხო და ეთყობა ისე გემრიელებოდა ძალიან დედაჩემი. მე ვაკეთებ კარგ საჭმელებს. ნუ, ვამბობ, რომ გემრიელი კეთება შემიძლია. მაგრამ ვერანაირად ვერ მოვალ დედაჩემთან. აბაბაბაბაბა, ვერანაირად. იმიტომ რომ ეგ დედაჩემს და დედაჩემის თელაველი ბებოები, ვაიმე მოგესალმებით ქალბატონო, დამიწერა ერთი კომენტარი, რომ შენ ბებიებს ვიცნობდიო მეო თელავშიო, გიყურებო თელავიდანო. ყველა თელაველს გეხვევით, გეეფერებით, გეხუტებით, ვინც მიყურებთ თელაველები და მით უმეტეს თქვენ ჩემ ბებოებს თუ იცნობდით. ხო და ეს დედაჩემის ბებოებს ჰქონდათ რაღაცა პირის გემო სასწაული და ძალიან მკეთებელი იყო ერთი ბებო, აი ძალიან. ხო და გამოყვა რა, ჯიში ჰქონდათ და დედაჩემის მამა კიდე ცნობილი შეფ-პოვარი იყო. იტარას დადის სამზარეულოს კარებს ხო მინისის აქ და დაბრაცუნობს ახლა ჩემ ქმარს ლანდსა ხედავ რომ დადის და რაღაცა სიპარავს ხოლმე ხო იცი ეხლა მე ვფიქრობ რომ ბანანს სიპარავს დღეს ვიყიდე ბანანები როცა არის სახლში არ აჭამს ბოლო ერთი ან ორი ბანანი ყოველთვის უნდა გადავაგდო ადრე არ ვაგდებდი არაფერს იმიტომ რომ გავთქვეფავდი ან ბისკვიტად ჩავასხავდი ან ბლინებს გამოვაცხობდი ეხლა არ ავჭამ მე აღარაფერს მაგდაგვარ და აღარ ვაკეთებ ჩემ ქმარსაც ტკბილებს ცოტას ვარიდებ ხო და ისა ვარიდებ რა თვითონ ვერიდება ხო და ბანანი როცა არ არის თუ სიტყვასი არ არის ზუსტად მაშინ მოუნდება რომ ბანანი არ არის გუშინ წინ უნდა და არ იყო დღეს წავედი ვიყიდე და ეხლა მე ვფიქრობ რომ იმას იპარავს რა მე ეგრე ვფიქრობ იმიტომ რომ ლანდი დადის იქა ხო და ეგრე ჩემო კარგებო მოვალ ხოლმე თქვენთან რა კარგი იყო ყოველ დღე რომ მოვდიოდი დღეში ორჯერ მოვდიოდი და მოვხათხათებდი სამზარეულოდან აქედან იქიდან ვაკეთებდი აღარ მაქვს ხალხ აღარ მაქვს ენერგია აღარ მაქვს ხალისი ძალიან დაიწია ჩემი მოქმედებების ტემპმა ეხლა ხვალედილით უნდა მოვიდეს ისა სახლის დალაგების დამხმარე გოგო და ვაიმე როგორი ისა მაქვს გულის შეწუხება რომ მეცხო დავიღლები ეგრევე ფარდები უნდა დავრეცხოთ მე რა მანქანა მაგრამ ხო არა და არა მაქვს თავი არა მაქვს და გული მაინც არ მიშვებს მაინც უნდა ჩარო საქმეში და მაინც ინოჩეტე მეჩხუბება კაცო ეს გოგო ხوار და ის როცა აკეთებ შენ რატო აკეთებ ნუ აკეთებ დაჯექი არ გატოყდა არ შემიძლია ცუდი ხასიათი დედაჩემის ბებია იყო ეგრე მაგას დავცინოდით ხოლმე მე თვითონ
ვერ დადიოდა, ერთი ჯოხით დადიოდა, მეორე ჯოხით ხანდახან თელავში. და რო ეთყოდით ხოლმე, ბებო, აბა წავალ მე იმას გავაკეთებ, ან მე თვითონ წავიდე და თვითონ. მამაც ჩემი ეთყოდა ხოლმე, ბებო, წავალ აბა ის ამ წნილს ამოვიღებ. წნილები იცოდა, ბევრი არა, ცოტა საკეთებდა, მაგრამ შეგეძლო გამოფენაზე გაგეტანა და მამა ჩემი თელავში გარბოდა, იმიტომ რომ ბებოს მჟავე ეჭამ. წვანელობიოსაც ამწნილებდა. პამიდორის წნილს საუკეთესო ყველა ერთი ზომის პამიდორი უნდა ყოფილიყო და ყველა ერთნაირი უნდა ყოფილიყო. ერთი ნაოჭი არ უნდა ქონოდა. და მამა ჩემი ეთყოდა ხომ ბებო აბა წავალ მე წნილს ამოვიღებ და მე თვითონ მარგო ბებო ეთყოდა ხომ მე თვითონ მამა ჩემს თო მიუშვებდა კილასთან. და აი ხელოვნების ნიმუში იყო მაგისი თეფშზე დადებული მჟავე, ისეთი აქ ყველაფერი ისეთი ქონდა და მუჟუჟი ჩვენ არ ვიცი ხა ვინ იცით კახეთში ვიცით მუჟუჟი ზამთარში და ღორის ფეხებს იყიდი და საუკეთესოს თვითონ გასუფთავებულს იყიდი და ბოინში უკვე გასუფთავებულს ყიდიდნენ, მაგრამ თვითონ ხო მიხედავდა მერე იმას თავისებურად მოხარშავდა. ჩვენ რო მუჟუჟს ვაკეთებთ, ჭრით მერე ღორის ფეხებს ჭრით და მერე ვაზავებთ მეორე ძმარი ესა ისა და ეს მასე არ აკეთებდა მივეჩემი ამ მთლიან ღორის ფეხებს აკეთებდა მარილიან ძმარ წყალს თუ რავი როგორ იყო ძმარი იყო სულ ძმარი არ იყო ძმარი და წყალი იყო ნიურის ჩააჭრი და ეგრე არა რო ის ზედა ქონოდა ნიური არა და ამას იმაში ჩაალაგებდა ხოლმე და ინახავდა თვეები და სტუმარი რომ მიუვიდო და მაშინ ამოიღებდა და მიართმევდა. ხო და ეგეთი ბებო მყავდა და ეხლა რაზე მოვაყოლე ეს ჩემი ბებო თელაველი. ის იყო ეგეთი, მე თვითონ წნევამ დაარტყა ბოლოს და გონიო წელიწად და 8 თვე ლოგინში დარჩა რა, იწვა და თავისი შვილი უვლიდა. გოგო ქალი გასათხოვარი მასწავლებელი, პენსიაში იყო, მასწავლებელი იყო. ნაფარეული სკოლის მასწავლებელი, ნაფარეულიდანაც ვინმე ხო არა ხართ, ნაფარეული სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი იყო და მოკლედ, ცალი მხარე გაუჩერდა. დარჩა ერთი ხელი. დედა არავის გარჩეულ სოკოს ცხოვრებაში არ უჭამია სხვისი გარჩეული სოკო და მწვალელობა. არა, თვითონ უნდა გაერჩია. სოკოს რო ყიდულობდნენ, მაგის მეც რო გავეგზავნე ბაზარში სათითაო ფოთოლი უნდა აგერჩია სოკოსი და ყველა ერთდაი და ყველა საღი კალმახი სოკო თუ ღირდა 2 მანეთი ეგ მისცემდა 8 მანეთს და იყიდი და კალმახს ხო და ცალი ხელით მწვანელობიო მომიტანი მე უნდა დავარჩიო რანაირად ვერ არჩევდა ვერაფრით და მაინც ცდილობდა მაგრამ ხო და იმის თქმა მინდა რომ აი ეგეთი იყო მე თვითონ და მე მაქვს ეგ ხასიათი მე თვითონ უნდა შევაყოდე მე რომ მეუბნებიან ნანა იყავი მე გავაკეთებ არა მე თვითონ ეხლა მე თვითონ და ეგ მე თვითონ არის ყველაზე ცუდი რამე არა მიიღეთ დახმარებას თუ გთავაზობენ მიიღეთ მე ვერა გამჯდარი მაქვს ვაი მე რა კარგი დრო იყო თელავი მომახსენდა ეხა თელავი მე ნატრება თელავიც არ ვიცი რომელი უფრო ძალიან მენატრება თელავი, ახმეტად, თბილისი. ეხლა თბილისი მე არასდროს არ მიცხოვრია თბილისში, თუ ჩავდიოდი ხოლმე 1-2 დღე და რამდენიმე დღე და ისა, ეგ იყო ნათესავთან და მიყვარს. და აბა თელავი და ახმეტა ხო და ხო. თელავი ძალიან მიყვარს. როდესაც საქართველოში ცხოვრობ, მაშინაც ყოველთვის ვამდივარ თელავი ძალიან ალბათ ყველაზე ძალიან თელავი მიყვარს. ალბათ. ხო და ეგ რა ვიცი მე ეხლა აღარაფერი აღარ არის, აღარც ჩემი დროინდელი რა თქმა უნდა ცხოვრება შეიცვალა და არაფერი აღარ არის ის რაც მე დავტოვე ყველაფერი შეიცვალა, მაგრამ რა ვქნა, მაინც მიყვარს. მაინც მეატრება და მაინც მიყვარს. თქვენ რამდენიც გიდათ მითხრათ? მაინც წავედი ხა მე თუ კიდე რამე მინდოდა ჭორაობა და ვერ ვიჭორავე და არ გამახსენდა მემრის მოვალ და გეჭორავებით
თითქოს ცოტა ვაიმე არა მაინც ამტკივა, მაგრამ ისეთ ძალიან ამტკიოდა, რომ ვერა სუნთქავდი. დილას, აი ვერა, ჩავიცვი თბილი ხალათი, დილას ვავდექი, ვითომ, მაგრამ სითბორა შუაში. არ ვიცი ის ბრალია ხალხო, რო თქვა, რომ ჩემი კიბოს ბრალია მეთქი, მაგასაც ვერ ვამბობ, იმიტომ რომ საითაც გაიხედავ, ყველა რაღაცასაც წუწუნებს, ყველა სახსრებსაც წუწუნებს, ყველა ამას წუწუნებს, ვეღარ გავიგე ვეღარაფერი რა. ხო, ეს კიდე ეხლა დავინახე, ჩანთა ახალია, თლათ ახალი, რა ფირმა აღარც მახსოვს, ძალანდოდან ვიყიდე, უბრალოდ მინდოდა ზამთრის ჩანთა, ვიყიდე შაშან. სახელურები ქონდა, გაჩვენეთ როცა ვიყიდე, აი ესეთი ბუთქუნა, კვალი ბუთქუჩა. აბაბაბა მხარზე არა ჩერდება, სრიალებს, არც ტყავზე ჩერდება, არ ჯაკეტზე ჩერდება და გამაგლიჯა ნერვები. გადავაჭერია ეგ ცოტა მაღალზე, სხვა უნდა ჩამედგა. ჩაუდგი, არ მომეწონა. მერე დავადაბლე და ეხლა აქამდე მოვედი გადავჭერი და ეხლა ერთხელაცა ვცდი რომ რამეთი გავაკეთო, რამე სახელურები გავუკეთო და თუ არ გამოვიდა გავიქნევ. იმიტომ რომ აღარ შემარჩინა ნერვი. ჩანთების მეტი რა მაქვს, მაგრამ ესეთი კარგი ზომა არც ერთი არ მაქვს. და ზამთარში ესეთი ფორმა და ზომა კარგია ძალიან, მომწონს, ვიყვარს. და ეგრე, წავედი ახლა. ეგ ისე ინფორმაცია გითხარით რა. ჩემი ამბები თუ გაინტერესებთ, ბლოგერობა უნდა განვაახლო ხალხო. მანანას უყურებდი, გუშინ წინ, მე წამოწოლილი ვიყავი. ხო ვამბობ, კომენტარსაც ვერ ვავტოვებ ხოლმე და ესა კარგა ხანია არ მიყურებია, ცოტა ხანი გადავხედავ ხოლმე და არ უყურება. მიიხოდა, მარო არ მიიყურებია შაბათკვირა. ხალხო, დღეს რა არის? სამშაბათი არ მიყურე, ეხლა უნდა უყურო. რაღაცნაირი გავხდი თუ ამ TikTok-მა გადამაგვარა და გადამარჯულა ეთყობა, სიმართლეს გაუმარჯოს. ხო და ესა მანანას ჩავხდე და ვუყურებ და ვაიმე თურმე როგორ მომნატრებია მანანას ყურება და თურმე როგორ მომნატრებია მანანას საუბარი ვერ წარმოიდგენთ რა. აი ვერ ისევ ისიამოვნე რომ რა გითხრათ. ხო და ეხლა ვამბობ რომ მეც უნდა მოვტრიალდე და ბლოგერობა უნდა განვაახლო. როდიდან მკითხოთ, არ ვიცი. ეხლა ჩემი ქმარი ძახისთან და ნაჭისხე როგორ როდის დავდგათ? 2 წელია ხო არ დამიდგე ნაჭის. ვაიმე მე ვთქვა ძალიან მეზარება. არა, მოდი დავდგათ. აბა როდის დავდგა? როდის გინდა? დეკემბრის პირველებში დავდგათ. კარგი მეთქი მეთხარ გადავწი ერთი თვე. არა, ეხლავე რომ დავდგა, მომწყინდება, არ მინდა, კაცო, ჩვენ საქართველოში ვდგავდით ხოლმე შობის მერე, ან შობას ან რავი, ხან შეიძლება 28 დეკემბერს დაგვედგა ხოლმე ნაჭისხე, იმიტომ რომ გწყინდება მერე ამდენი ხანი, ეხლა რომ დავდგა ნაჭისხე და 2-3 თვე უყურო რა, კი, ლამაზია, კარგია, მშვენიერი, არც მახსოვს ან რა მაქვს, რა არა მაქვს, როგორ მაქვს, უნდა გადავხედო. ხო გეუბნებით, არ გამიხსნია 2 წელია, არაფერი, არ მახსოვს. ხო და ეგრე, წავედი. ვაიმე ისა ნაჩუქარი ისიც ხომ აქ ვეროს გამოგზავნილი ისა, ვაიმე რა ლამაზი, ვაიმე ეხლა მომინდა ნაძვისხე. ვაიმე არ მინდა და ეხლა მომინდა. მომინდა ხალხო, ვაფშე არ მინდოდა. და ეხლა წარმოვიდგინე, სათამაშოები წარმოვიდგინე, ისა მომინდა. რა გამოდის ეხლა ისიც ვიყიდოთ, მე და ჩემმა ქმარმა პიჟამოები საშო მე აქ ორმაგი ყოფილა ისეთი თბილია, ისეთი კარგია რომ რა ვიცი, შიგნიდან კაბა მაქვს. წავედი ხალხო, კოცნით გეხოვით, გეფერებით, აღარ მეთმობით, ვეღარ აქ შორდებით და აბა გამოყდავი ეხლა შემახსენა რომ აქავარო ბონასერაო დაიძახა. ბონასერა შენა და მოგხედავ მე და მაცა. წავედი ხალხო. აბა თქვენიც თეხ